საქართველოს ძიუდოს ნაკრებმა ერთი მედლით დაასრულა მსოფლიო ჩემპიონატი. მადლობა უფალს, რომ თორნიკე გიგაურმა შესანიშნავი ასპარეზობით შეძლო გამარჯვება და გახდა ჩვენი ნაკრების ერთადერთი მედალოსანი. გულწრფელად ვულოცავ თორნიკეს ამ დიდ წარმატებასა და თავდადებულ შრომას. მართალია, რომ არა გიგაურის გმირული მედალი, ტურნირი ნაკრებისთვის კიდევ ერთ დიდ ჩავარდნად ჩაითვლებოდა. სამწუხაროდ უნდა აღვნიშნოთ, რომ საქართველოს ახალგაზრდულმა და ჭაბუკთა ნაკრებმა ამჯერად სუსტადი ასპარეზა, რაც საგანგაშო სიგნალია მომავლისთვის. გუშინ 6-მა ძიუდოისტმა იასპარეზა, მაგრამ სამწუხაროდ ყველა უშედეგოდ დარჩა. ადრე ჩვენი ახალგაზრდული და ჭაბუკთა გუნდები ბევრად უკეთეს შედეგებს აჩვენებდნენ, ახლა კი აშკარად ჩანს პროგრესის ნაკლებობა და სტაბილურობის არქონა. ეს თაობა უნდა გახდეს ჩვენი დიდების ნაკრების ღირსეული გამგრძელებელი, თუმცა ამისთვის საჭიროა შეცდომების გულწრფელი ანალიზი და სრულიად ახალი ხედვის ჩამოყალიბება. ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს დრო, რომ ყველაფერი გამოვასწოროთ, საჭიროა სწორი მიმართულების განსაზღვრა, სტრატეგიული ნაბიჯების გადადგმა და ერთიანი, მიზანმიმართული მუშაობა. ვიმედოვნებთ, რომ გუნდურ ასპარეზობებში ჩვენი ბიჭები აღიდგენენ ქართული სულისკვეთებას, აჩვენებენ ნამდვილ ბრძოლის ხასიათს და დაგვიბრუნებენ იმ გამარჯვების განცდას, რომელიც ასე გვაკლია. წარმატებები და უფლის წყალობა საქართველოს ძიუდოს ნაკრებს.